ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე 70 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ნათია თურნავას შეფასებით გლობალური შოკის და კრიზისის გავლენა საქართველოზე მიუხედავად მისი არაპროგნოზირებადობისა იქნება ლიმიტირებული და არ იქნება მასშტაბური. ეროვნული ბანკი გეგმავს სარეზერვო აქტივებში ოქროს წილი 25%-მდე გაზარდოს. ამჟამად ოქროს რეზერვების წილი 6,5 მილიარდიან აქტივებში 16.4%-ია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2 ივნის გაიხსნება. ღონისძიებისთვის შპს მარავდა კარწახის რკინიგზა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. არაკეთილსინდისიერი კომპანიებისათვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა 2 წლამდე ვადით აიკრძალება. შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ კომპანიაზე, არამედ მის დამფუძნებლებსა და პარტნიორებზე. საღამო მშვიდობის ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. სანქცირებული 3 ქართული კომპანიის ტრანზაქციებმა სულ მცირე 70 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოში ბრიტანეთის საელჩო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში რეგისტრირებულ იმ 3 კომპანიის შესახებ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა. ეს პაკეტი მიმართულია კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმების და A7 ქსელის წინააღმდეგ. სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, რომლებიც კრიპტო გაცვლის პლატფორმებს იყენებდნენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა კი სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს, ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. სანქციების პაკეტში მოხვდა კომპანიები Arvix, Rapira Group და AI4. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით მათ საქმიანობაზე საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული სამართლებრივი შედეგებიც არის მიღწეული. კერძოდ AI4 და შპს Arvix-ის საქმეზე სამ პირს 30,000 ლარის ჯარიმა და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჯარიძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვის ვადით. ამასთან Rapira Group-ი არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობით დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც ვებგვერდის საშუალებით ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს. კომპანიას არანაირი ბრუნვა, საბანკო ანგარიშები და აქტივები, ასევე ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მოძველებულს უწოდებს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხს, რომლის სანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა კერესელიძემ თურნავას კითხა, რატომ დააყენა საფრთხის ქვეშ მან ეროვნული ბანკის რეპუტაცია ერთი სანქცირებული პირის გამო. თურნავა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ სახელთან და გვართან დაკავშირებული არ ყოფილა და ამ რეგულაციას არც საფინანსო სისტემისთვის შეუქმნია საფრთხე. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს სექტემბერში რუსეთთან კავშირის გამო შეერთებულმა შტატებმა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. კერძოდ 14 სექტემბერს უკრაინის ომის მხარდამჭერ ფინანსურ ნაკადებსა და ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის აღკვეთის მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო მასშტაბით სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ პირს, მათ შორის იყო ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ოთარ ფარცხალაძეც. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თავის დროზე ეროვნულ ბანკმა, პირველი არ იყო არც ერთ სახელდაგვართან დაკავშირებული და ეს იყო ზოგადი გადაწყვეტილება იმისა, რომ ჩვენი რეგულაციები მაქსიმალურად იყოს შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ჩვენ ქართულ ეროვნულ კანონმდებლობასთან. და მეორე, გავიდა მის მერე უკვე 2 წელიწადზე მეტი, ჩვენი საფინანსო სისტემა არის მაქსიმალურად სტაბილური. სანქციის არიდების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენი ფულის გათეთრების განდაცვის და სხვა არალეგალური საფინანსო ნაკადებისგან დაცვის ჩარჩო არის ძალიან მყარი. ჩვენი რეგულაციები ეროვნული ბანკის უნდა, ასე ვთქვათ, ასტიმულირებდეს როგორც საერთაშორისო მოთხოვნების დაცვას, ასევე პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივ კანონმდებლობის დაცვას. ჩვენი ბანკები, ჩვენი საფინანსო სექტორის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ორგანიზაციები, ესენი არიან საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები, ეს არის მათთვის სავალდებულო. სწორედ ეს ფაქტი არის ასახული ამ რეგულაციაში. მიუხედავად ამისა, ამას არანაირი ასეთ ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია საფინანსო სექტორს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის სავალუტო რეზერვებში ოქროს წილის ზრდას განიხილავს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სერბიის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ოქრო ამჟამად რეზერვების 16.4%, ანუ $1.60 მილიარდ შეადგენს, რაც მომდევნო პერიოდში უნდა გაიზარდოს და აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიანი რეზერვების 25%-ია. შევახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა $500 მილიონ 7 ტონა მონეტარული ოქრო 2024 წლის გაზაფხულზე შეიძინა. ამ დროისათვის აღნიშნული ოქროს საბაზრო ღირებულება $1.60 მილიარდ შეადგენს, რაც გასულ პერიოდში ოქროს ფასის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. თუ შეხედავთ ზოგად ტენდენციას სოფლიოში რეზერვების შემადგენლობაში ოქროს მარაგის ზრდა შეინიშნება. გაუნარი ისევ და ისევ გაზრდილი არაპროგნოზირებადობიდან, გაზრდილი გლობალური ფრაგმენტაციიდან, სხვადასხვა გარეშოკებიდან გამომდინარე, ოქრო ეს არის ის აქტივი, რომელიც გრძელ ვადაში კარგად ინარჩუნებს თავის ღირებულებას. ზოგადად ფასი, რა თქმა უნდა, ვოლატილურია მოკლე ვადაში, მაგრამ გრძელვადიან 20-25 წლიან პერსპექტივაში თუ შეხედავთ, ერთ-ერთი ისეთი აქტივია, რომელიც ინფლაციური რისკების ჰეჯირებას, ანუ დაზღვევას ახდენს და აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენც ეს გადაწყვეტილება. ოქროს წილი ჩვენს რეზერვებში არ არის მაღალი, დღესდღეობით 16.4%-ია, ზოგადად დაახლოებით 25%-მდე ვარაუდობთ მის შენარჩუნებას, თუმცა რეზერვების შევსება იმდან მაღალი ტემპით მიმდინარეობს ახლა, რომ ფიქრობთ, რომ მუდმივად შევეცდებით, რომ გავზარდოთ ამ ტიპის აქტივი ჩვენს რეზერვებში. აპრილში მარტთან შედარებით ცესხები გაძვირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით გასულ თვეში ლარის ცესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთები თვიურად მცირედით 5.54%-დან 15.61%-მდე გაიზარდა, თუმცა წლიურად გასული წლის აპრილთან შედარებით ლარის ცესხები ჯამურად 2.5%-ული პუნქტით არის გაიაფებული. რაც შეეხება უცხოური ვალუტის ცესხებს, ამ მიმართულებით საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. საფინანსო ბაზრის მონაწილეების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მომდევნო პერიოდში საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოხდეს. მათივე თქმით, ამას ერთის მხრივ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მეორეს მხრივ კი გლობალურ ბაზრებზე განაკვეთების ზრდის მოლოდინი განაპირობებს. როგორია ამ ეტაპზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა და მოლოდინები, ნოცა შუბაშვილი მუშაობდა დღეს ამ თემაზე და დეტალებს გაგვიზიარებს ნოცა კისმი. ნინო მოგესალმები. თუ კი გასულ თვეებში ლარის ცესხების საპროცენტო განაკვეთები კლების დინამიკით ხასიათდებოდა, უკვე აპრილში ამ მიმართულებით მცირედი ზრდა ვიხილეთ. კერძოდ გასულ თვეს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ ცესხებზე საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 15.61% შეადგინა, რაც წლიურ ჭულში 0.5%-ული პუნქტითაა შემცირებული, თუმცა მარტთან შედარებით განაკვეთის მცირედი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება უცხოური ვალუტის ცესხებს, ამ მიმართულებით საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭულში ფიქსირდება. კერძოდ უცხოურ ვალუტაში გასულ თვეს მარტთან შედარებით საშუალო განაკვეთი 9.13%-დან 9.56%-მდე იყო გაზრდილი, ხოლო წლიურად სავალუტო ცესხები თითქმის 0.6%-ული პუნქტითაა გაძვირებული. როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, საქართველოსა და გლობალურად გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე მოსაოდნელია, რომ მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნდება. ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მაისში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე არაა გამორიცხული. მომდევნო თვეებში ლარის ცესხები მცირედით კვლავ გაძვირდეს, რაც შეეხება უცხოური ვალუტის ცესხებს. დავით რუსია ამბობს, რომ ზრდა სავარაუდოდ ამ მიმართულებითაა მოსაოდნელი, რადგან მომავალ თველს მოსაოდნელია, რომ გაზრდილი ინფლაციის ფონზე განაკვეთის ზრდა ევროპის ცენტრალურ ბანკს მოუწევს, რასაც საბოლოოდ გავლენა საქართველოს ბაზარზეც ექნება. ივნისის მონაცემით ევროზე ვსაუბრობთ ახლა, შესაძლებელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდოს და ეს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ჩვენს მაყურებელს მოიხსენება, რომ ავტომატურად აისახება ევროში გაცემულ ცესხებზე და შესაბამისად აქაც შესაძლებელია, რომ ივნისიდან გარკვეულ ასულ კორექტირებებს ველოდოთ. რაც შეეხება ლართან მიმართებაში, ეროვნულ ბანკმა მაისში მთელი ინსტრუმენტების, ვთქვათ, ნაკრები აამუშავა ერთდროულად, რამაც სავარაუდოდ თავის გავლენას, ასე ვთქვათ, ფინანსურ მაჩვენებლებზე და ჯამურ მაჩვენებლებზე უფრო მეტად მაის-ივნისიდან ხპოვებს ასახვას, შეიძლება იგივე მაჩვენებელი დარჩეს ლარის ცესხებზე, ან ოდნავ გაიზარდოს, რომელიც ხელშესახები არ იქნება.
ჩვენ მე მეწილად ვფიქრობთ, რომ განაკვეთები მთელი წლის განმავლობაში სამწუხაროდ თუ ასე ვთქვათ, ობიექტურად მაღალ მაჩვენებელზე დარჩება, რაც გარკვეულწილად გამოწვევა არის ქართული ეკონომიკისთვის და მეწარმეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განუკვეთი გაზრდილი ინფლაციის ფონზე მიმდინარე თვეში 0.25% პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა. ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილში არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე წელს SEBS მონეტარული პოლიტიკის დამატებით 0.25% პუნქტით გაზრდა მოუწიოს, თუმცა როგორც მაგალითად TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში განაკვეთების ზრდა პირდაპირ პროპორციულად აისახოს ბანკების მიერ გაცემული სესხების ღირებულებაზე. ამის ერთ-ერთ არგუმენტად ოთარ ნადარაია ბანკებში არსებულ მაღალ ლიკვიდობას ასახელებს, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვალუტის შემთხვევაში, ანუ საპროცენტო განაკვეთებმა აიწია რეფინანსირების განაკვეთმა, ხომ? ბუნებრივია ის სესხები და ძირითადად იპოთეკა არის, თუმცა სხვებიცაა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია, უბრალოდ მიმული არ მიყვარს სიტყვა, მაგრამ ესე იგი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ განაკვეთთან, ის რა თქმა უნდა გაიზრდება, მაგრამ სხვა ასე ვთქვათ, დეპოზიტების შემთხვევაში და სხვა სესხების შემთხვევაში არ არის აუცილებელი იქაც მკვეთრად გაიზარდეს პროცენტები, ნუ მკვეთრად რამდენადაც არის. რა პირიქით, შეიძლება შემცირდეს კიდეც გარკვეულ პროდუქტებზე, იმიტომ რომ დღეს როგორც ვალუტაში, ასევე ლარში სისტემაში არის მაღალი ლიკვიდობა, ხო? ამ მაღალ ლიკვიდობას აქვს როგორც მოგახსენებთ, თავის მაკროეკონომიკური ფაქტორები, ესე იგი ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა შემოდის დღეს, ვიდრე იმპორტით და სხვა არხებით გადის, ხომ? ამიტომ გადმოცემა ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ დროსაც კი. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მარტის მდგომარეობით ლარის სესხების საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია ფიქსირდება. SEBS პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ლარის ლიკვიდობის ზრდის ფონზე მოლოდინი არაა, რომ გაზრდილმა ინფლაციურმა რისკებმა რაიმე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს საპროცენტო განაკვეთებს ამ მიმართულებით. მადლობა ნუცა, გაზრდება თუ არა სესხები, რა მოლოდინია ბაზარზე, ნუცა შუბაშვილმა გაგვეცნა. ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2 ივნის გაიხსნება. ღონისძიებისთვის შეპესე მარაბ და კარწახის რკინიგზამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ითხოვა. განაცხადის თანახმად 2 ივნის ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურზე დაგეგმილ პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ რკინიგზაზე საქართველოს მონაკვეთის ოპერირებას საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს. ბაქო-თბილისი ყარსის პროექტის ფარგლებში კი დაიგო 235 კილომეტრამდე ახალი ლიანდაგი, აშენდა სრულად ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. რკინიგზის ტექნიკური გამტარუნარიანობა წლიურად 5 მილიონი ტონაა. სულ რამდენიმე დღის წინ 24 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინი ჩაერთვებიან პროექტში და რკინიგზას თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის დასამყარებლად გამოიყენებენ. თურქეთის ბაზარზე მზის იაფი ენერგიის მოზღობება პირდაპირ დარტყმას აყენებს ქართულ ჰიდროელექტროსადგურების საექსპორტო პოტენციალს. ამის შესახებ ენერგეტიკოსები აცხადებენ. მათი შეფასებით, თუ კი ადრე გაზაფხულზე საქართველოს ჭარბდენს თურქეთში ყიდდა, ახლა ქართულ ჰიდრორესურს თურქეთის მზის ელექტროსადგურებთან კონკურენცია უჭირს. თურქეთმა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაზარდა განახლებადი ენერგიის წილი, კერძოდ მზის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 25,000 მეგავატს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 20%-ია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა წელს თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის ეგრეთ წოდებულ ბარტერის მექანიზმს ამოქმედებს. როგორ აფასებენ ენერგეტიკოსები ახალ შეთანხმებას და რა გამოწვევებს უქმნის გენერაციის ადგილობრივ ობიექტებს თურქეთის როგორც საექსპორტო ბაზრის დაკარგვის საფრთხე. ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს, ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, ის ფაქტი, რომ თურქეთი ელექტროენერგიის საექსპორტო ბაზრიდან საიმპორტო ბაზრად იქცა ნეგატიურად ფასდება ენერგეტიკოსების მხრიდან, რომ გადავხედოთ სტატისტიკასაც ვნახავთ, რომ 2026 წლის პირველ 4 თვეში თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 54.3% შეადგინა, როდესაც ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 39% იყო. ამასთან თურქეთი წელს 4 თვიდან 3 თვეში იმპორტის მთავარ წყაროებს შორის იყო, რაც ენერგეტიკოსების განმარტებით იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე მიუთითებს. თუ კი აქამდე საქართველოს წარმატებით ყიდდა ჭარბდენს თურქეთში, ახლა ქართულ ჰიდრორესურს თურქეთის მზის იაფ ენერგიასთან კონკურენცია უჭირს. ენერგეტიკოსების განმარტებით
მიხედვით თურქეთმა ბოლო პერიოდში ნახტომისებურად გაზარდა განახლებადი ენერგიის წილი, კერძოდ მზის ელექტროსადგურების და სხვა განახლებადების დადგმული სიმძლავრე გეგმავს ატომური ელექტროსადგურის ამოქმედებასაც, ამიტომ თურქეთის ენერგობაზარი საქართველოსთვის საექსპორტო პოტენციალს კარგავს. ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ შექმნილ ვითარებაში აქცენტი შიდა მოხმარებაზე უნდა გაკეთდეს და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ენერგოდამსხმელი მოწყობილობების შექმნაც, რომელიც სეზონურად გამომუშავებულ ჭარბდენს პიკური მოხმარების პერიოდისთვის შეინახავს. თურქეთის ბაზარი უფრო შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება შიდრო ელექტროსადგურებისთვის საქართველოდან, იმიტომ რომ მზის ენერგია შედარებით უფრო იაფია და პლუს ამას ტრანსპორტირების ხარჯები დანაკარგები დავამატოთ, შესაბამისად ეს კონკურენტუნარობას ამცირებს ქართული ჰიდრო ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის. ალბათ ბატარეების სისტემების დატანება საქართველოს მოხდება, რომ მოხდეს დაბალანსდება და დღის ერთ პერიოდში ჭარბი ენერგია ნაწილდეს ისეთ პერიოდებზე, როცა ენერგია არ არის ჭარბი, რომ იქაც დაბალანსდეს ფასი და სადაც იმპორტები და ჩამოშლილი იმპორტი შეიცავს. პირველადი მოხმარება უნდა იყოს ქვეყნის შიგნით და ეს მოხმარება უნდა იყოს მდგრადი. ძალიან ბევრი ენერგოტევადი საწარმოები არის დღეს საქართველოში გაჩერებული. ძალიან ბევრი კიდევ მოზიდვაც შეიძლება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს, ასე ვთქვათ, მდგრადობას ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით. გულისხმობ თუნდაც მონაცემთა ბაზების ცენტრებს, როგორც იხსნება და როგორც პროცესშია მაგალითად სომხეთში. გულისხმობ იგივე ახალ მეტალურგიულ ქარხნებს, გულისხმობ ახალ ფეროშენენობთა ქარხნებს და ეს ყველაფერი ჯამში მისცემს ქართულ ენერგეტიკას იმის საშუალებას, რომ არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ბაზრებზე და არ მიიღოს მნიშვნელოვანი დარტყმები. დიახ, დღეს თურქეთს დენი აღარ ჭირდება. ენერგეტიკოსების განმარტებით შექმნილ ვითარებაში კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის სადგურები, რომელთაც გარანტირებული ექსპორტის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული და ვალდებულებებში უწერიათ ექსპორტზე გატანაც ელექტროენერგიის, თუ კი ეს ადრე კომპანიებისთვის სასარგებლო იყო. არსებულ ვითარებაში გარკვეულწილად იქცა, რადგან იმ სადგურებს, რომელთაც ასეთი ხელშეკრულებები აქვთ, დაბალი ფასების მიუხედავად მაინც უწევთ ექსპორტის განხორციელება ან გადაცემის საფესურის გადახდა. არიან სადგურები, რომლებსაც აქვთ ეგრეთ წოდებული TDA, ანუ გარანტირებული ექსპორტის ხელშეკრულება. აი ეს გარანტირებული ექსპორტის ხელშეკრულება აღიქმებოდა როგორც უპირატესობა და დამატებითი ბენეფიტი სადგურებისთვის. ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ ორმაგი არის, ხო? ანუ ამ სადგურებს მაინც უწევთ ექსპორტის განხორციელება ან გადაცემის საფასურის გადახდა. ამიტომ ჯერ რასაც ვხედავთ, ვინც ანხორციელებს ექსპორტს, არიან ეს TDA-ის მქონე კომპანიები, ანუ ვისაც ჰქონდა დამატებითი ხელშეკრულება და თუ არ გაიტანდნენ, მოუწევდათ დამატებითი ხარჯის გაწევა. მნიშვნელოვანია კიდე რომელ საათებში გაგაქვთ, ანუ თურქეთში საათობრივი ბაზარი არის და დღისით შედარებით დაბალი არის ფასი და საღამოს საათებში და ღამე უფრო მაღალი. ამიტომ აქაც ვარირების საშუალებას თუ მივცემთ ექსპორტიერებს, შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ, მეტად საინტერესო იყოს ეს ექსპორტი მათთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ენერგეტიკამ უნდა ეძიოს ახალი ბაზრები და ახალი წყაროები და იმასაც დავსდე, რომ არ შეიძლება ესა თუ ის დარგი იქნეს წყალებში ჩამოკიდებული ერთ რომელიმე ქვეყანაზე ან და ერთ რომელიმე ბაზარზე. ალბათ ჩვენ მოგვიწევს სხვა ქვეყნებთანაც კონკურენცია ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში დადებული გარიგებების შესაბამისად სომხეთის მოხმარება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მომდევნო 16-18 თვის განმავლობაში, რადგანაც იქ კომპანია Nvidia აპირებს და უკვე აქტიურ ფაზაში არის გადასული ეგრეთ წოდებული მონაცემთა ბაზის მშენებლობისა, რომელიც 500 მეგავატიანი იქნება. ამიტომ სომხეთს ნამდვილად დაჭირდება დენი. აქ სანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის ეგრეთ წოდებული ბარტერის მექანიზმს აამოქმედებს წელს. შესაბამისი ცვლილებები ელექტროენერგიის ბაზრის წესებში შევიდა, რომლის მიხედვით 2026 წლის მაის-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკო ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას სექტემბერ-ნოემბერში იმავე მოცულობით უკან დაუბრუნდება. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც, რაც ქვეყნებს შორის ენერგიის ბარტერულ შეთანხმებას ითვალისწინებდა. ამ საკითხებზე უფრო ვრცლად 19 საათიან გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა ეკა, რას ნიშნავს ენერგეტიკული სექტორისთვის საქართველოს თურქეთს შორის ელექტროენერგიის ბარტერის მექანიზმის ამოქმედება, ეკა გაზდევანი გაგვაცნო. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმე ნაბებს ანა ლაპიაშვილი შეჯამებს ნახვამდის.